აქ მნიშვნელოვანი მოკლედ არის ის როგორ ფიქრობ. ინგლისურად ამბობენ way of thinking, შენი ფიქრის მიმართულება. 5 ადამიანს რო დაუდო რომელიმე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და უთხრა რომ დამითვალეთ ამ კომპანიის რეალური ღირებულება და სხვადასხვა ოთახებში დასვა, ინვესტორებზე ვიძახი. ყველა გამოვა ოთახიდან სხვადასხვა ფასით. ეს არ ნიშნავს რომ 5-ვეს მივეცი ერთი და იგივე მაგალითი და პასუხი ერთი უნდა მიიღოს ყველამ, თორე შეცდომაა. ამიტომ ვიძახი ეს მათემატიკა არ არის. ეს არის მიდგომითი საკითხი და მიდგომითი საკითხი ეს არის შენ როგორ ფიქრობ, როგორ აანალიზებ, როგორ აფასებ რაღაცას. ვიღაცა შეიძლება ძვირად აფასებს რაღაცას, რისკს იგივეს, ვიღაცა იაფად. ანუ გამომდინარე აქედან შენ როგორ ფიქრობ. აი მაგალითი კაი არის თუ თქვენ იცით მაგალითად როგორ მოუგო აგასიმ ბორის ბეკერის პირველად. აგასი მოუგო ბორის ბეკერის შემდეგნაირად, ანუ 4 ფინალი წააგო ტენის ჩოგბურთში და სახში ზის და უყურებს ბორის ბეკერის თამაშებს. ახვევს, აპაუზებს, მოკლედ სუსტ წერტილს ეძებს. რაღაც ინფორმაციას ეძებს, სად შეიძლება მოუგოს და ერთ მომენტში ნახა რომ ბორის ბეკერი, აი გათამაშების დროს, როცა პირველი პადაჩა არა, აი რომ მიდის უკვე მესამე, მეოთხე, მეხუთე რომ ენას ყოფს იმ კუთხეში, რომელ კუთხეშიც მეორე უშვებს ბურთს. ამას ანდრეი აგასი თვითონ ყვება. YouTube-ზე შეიძლება ამის ნახვა, ძალიან სასაცილოა. წარმოიდგინე ხა რომ ანდრეი აგასი მეს დაინახა და გადაახვია და მთელი ბავშვობიდან უყურა ყველა ვიდეოს და ბორის ბეკერი ამას ყოველთვის აკეთებს. ყოველთვის აკეთებს იმას რომ აი ბექენდი რომ უნდა დაარტყას თქვა, ხო? საით მხარეს გაუშვებს. უშვებს იმ მხარეს, საითაც ყოფს ენას. ფინალში ხდება უიმბლდონზე, ანდრეი აგასი ესე იგი მეორე ჩოგანია, ბორის ბეკერი პირველი ჩოგანია და ანადგურებს ბორის ბეკერის და იმის მერე მოუგო 4 ფინალი, თუ 5 ფინალი. და მერე ბორის ბეკერიმ დაანება თავი ჩოგბურთის თამაში და თვითონ ანგასი ყვება რომ მეც რო დამანებე თავიო ოქტობერფესტზე შევხვდიო გერმანიაშიო და იცი როგორ მოგიგეო და როგორო და აი ენას ყოფო იქ ტიპიო გაგიჟდო ესე კინაღამ სკამიდან ჩამოვარდაო ჩემ ცოლს ვეუბნებიო ანუ ბორის ბეკერი შენთან რო თამაშობდიო რომ თითქოს ეშმაკი აზისო ანუ წინასწარ იცი საით უნდა გაიქცეს ბურთი აიღოსო და პრობლემა რა იყო იცი ანდრეი აგასისთვის რომ არ მიმხვდარიყო ბორის ბეკერი რომ ანდრეი აგასიმ ენას უყურებდა და თურმე ანუ აქედან გამომდინარე ზოგჯერ ბურთს უშვებდა ძალით ანუ აგებინებდა